რეჟისორი ჰილალ სარალი. Nasıl geçti? Როგორ ჩაიარა? რა გჭირს? Bir şey mi? Არაფერი. რა ქენი? პირველი რაუნდი მოვიგე. თავიდან ცოტა შეშინებული შევედი, მერე კი როგორც მითხარი, ჩემი ხმის უპირატესობით ვისარგებლე და ხარი არ დავუჭირე მათ გადაწყვეტილებას. კარგად მოვცეულ ხარ. შეგეძლია სახლში მარტო დაბრუნდე. რა თქმა უნდა. ნახვამდის. Kemal Bey? ბატონო ქემალ. სამოდე. აქ მითხარი რის ხმასაც აპირებ. ეს კიდევ ახალი თამაშია? რომელი? უფლებას არ მოხსენ რომ თარიკი გამოიყენა. რაში? ისე ნოიქცევი თითქოს არაფერი იცოდე. ეს მკვლელობა თარიკისთვის რომ დაგებრალებინე მახე დაუგე. არა. შენი არ მჯერა. ამიტომ ხარ გაგიჟებული. იქნებ ჩვენს გმირს გამბედაობა არ ყოფნის რომ სიმართლეს თვალებში ჩახედოს. იცი რა, მე ერთი კარგი თვისება მაქვს. ადამიანებს ეჭვს ვუღვივებ. ჩემში იმდენად ებარება თეჭვი რომ მე სამხილებით რომ ჩავუგდო ხელში, მაინც უჭირთ მისი დაჯერება. მით უმეტეს მაშინ თუ საქმე მათ სისხლსა და ხორცს ეხება. ზუსტად შენაერად იქცევიან. შენს თამაში ვერ ჩამითრევ. ბატონო ქემო. ბატონო ქემო. ეს ხორება ჩემთვის დიდი საჭადრაკო დაფაა. თამაში არასოდეს იმბეზრდება. ყველანი ჩემი პაიკები არიან. ამას კიდევ ვერ მიხვდით? ზეհირ. მრაკენი. არის რამე ახალი? კოლზე გავდივარ უფროსო. შენთან არის რამე ახალი? ჩემმა ძმამ მომატყუა. იმ დღეს ბანუსთან ერთად არ ყოფილა. რატომ გაჩუმდი? წყალი ამღვრეულია ძმაო. ფსკერი არ ჩანს. რამე გამოსავალი თუ არსებობს, შენ აუცილებლად იპოვი. თავარია იყოს. შენი აზრით იქნება? ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრა რომ ადამიანი ყველაფერს უნდა ელოდოს. ჩემი ძმა ამდენს ვერ გაბედავდა, მაგრამ ემირი ნამდვილად ჩახლართავდა რაღაცას. რომ მე ეს მკვლელობა, რადგან შენ ასე ამბობ, ესე იგი ასეა. სხვათა შორის თანერი ჯერ კიდევ გაქცეულად ითვლება. მისი საქმე ცუდადაა. Evde misin? სახლში ხარ? დიახ. Yarım akıllı ისულელი? თარიკი? Yok gelmedi. არა, არ მოსულა. kıpırdama geliyor. არსად არ წახვიდე მოვდივარ. ბატონი ემერი თავის ოთახშია? აქ არ არის. მოდი აქ. რას აკეთებ? ბატონმა ემერმა რატომ ჩამიშვა? შენ უთხარი რამე? სიზრელებში ეშვიდა ისე ამიხსენი რა ხდება. დღეს ქალბატონი ნიჰანი მომადგა. ბატონ ემერს მისთვის ყველაფერი ისე უთქვამს, როგორც მოხდა. ყველაფერი უთქვამს. მერე რა მერე? თქვენ მიხართ, ჯერ ქემალმა მომიწყო დაკითხვა, მერე ნიჰანმა. იცოდე ეს ამბავი თუ გასკდება, მე მომიწევს პასუხისგება. ეს სახუმარო საქმე არ არის. ბატონ ემირსენდე შუაგზაზე არ მიგატოვებს. ბატონ ემერს ვენდობი, მაგრამ შენი არ მჯერა. მართლა? შენი ჩაშვება რომ დომოდა. ბატონ ემირს ვეტყოდი რომ მის საყვარელთან ერთად ხარ. მერე ხალხი არ იფიქრებს? დღეს ბანუსთანაა. ხვალ იქნებ მის თოლს მიადგესო.
რას ამბობ? რას ბოდავ? როგორ ლაპარაკობ? თოლდა ხუჭული, როგორ გენდობა? როგორ? ამ სიტყვებისთვის პასუხს გაგებინებ თუფან. ერთხელაც იქნება მაგ ცხვირს საგამტრევინებ. მე ჩემი გითხარი. მე არ თქვა არ გითხომსო. თარიკ. შენს ადგილას რომ იყო, ჯერ ზურგს გავიმაგრებდი. შენ კი მაშინვე ჩემს წინააღმდეგ წახვედი. ცეცხლი რომ იყო ძნელი მისახვედრი არაა, სად აგიზგიზდებოდი. ამიერიდან ჩემი გეშინოდეს თუფან. გასაგებია? ისმენასო. კემალ სათხარ. პატარა საქმე მაქვს. მოვაგვარებ და მოვდივარ. ვიდი არ არის კარგად. სათხარ საავადმყოფოში? არა, საავადმყოფოში წასვლაზე არ ნახდება. ამბობს მინდა უკანასკნელი დღეების სახლში გავატაროო. არ მისმენს კემალ, გთხოვ შენ მოდი. კარგი, ახლა მოვდივარ. კარგი. ნეტავ ჩემი ძმა და ნიხანი ერთად რომ იყვნენ, მაშინ გაგვეცნა ერთმანეთი. რატომ? იქნებ 5-6 წელი შეყვარებულები ვყოფილიყავით. კარგი არ იქნებოდა? კარგი როგორ არ იქნებოდა? შენ რომ ჩემ გვერდით ყოფილიყავი, იქნებ ჩემ ცხოვრებაში ამდენი რამ არ მომხდარიყო. ემირი და ნიხანი არ დაქორწინდებოდნენ. ნიხანი შენ ძმას გახვდებოდა ცოლად. ეს რა შუაშია? თითქოს შენ გამოიქორწინეს. ხომ ვოცნებობთ, მე სისულელეებს ვამბობ. წარსულზე წუხილს შევეშვათ და მომავალზე ვიფიქროთ. წინ ხანგრძლივი ცხოვრება გველოდება. იმედია იმდენად ხანგრძლივი, რომ ყველაფრის მოყოლას მოასწრებ. ეს რას ნიშნავს? დედა. დედა. დედა, ძალიან მომენატრე. ძალიან მომენატრე. ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ? ჩვენ მართლა ძალიან განვიცდით ყველაფერს. იმისთვის რომ გვაპატიოთ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ. ციდან ჩამომეცალე. დედა, გთხოვ არ წახვიდე. გაჩერდი არ წახვიდე, გთხოვ. შენ უკვე მიიღე გადაწყვეტილება. ახლა უფლება არ გაქვს იდირო. წადი და შენს ოჯახში ბედნიერი იყავი. ჩვენთვის ისიც საკმარისი იქნება თუ დავინახავთ, რომ არ შემსთარ ხარ. ხუთი წლის წინ. რამდენად გადარეული ხარ? რამდენად გადარეულები ვართ, კემალ? რამდენად გადარეულები ვართ? იმდენად, რომ შენთან ერთად გასაუბრებაზე მოვედი.
ღელავ? მარა ძვირფასო რატომ უნდა ვიღელვო? ეს უკვე მე რამდენი გასაუბრებაა. არ უღელავ. მაშინ ფეხები რატომ გიგანგალებს? რა საკეთებ? საიკითხე რამე. რა კარგი იყო 10 წუთი ხმას არ იღებდი. მოსაწყენი ხარ, მართლა მოსაწყენი ხარ. თქვენი შეყვარებული სიყვარულში განსხვავებულად გამოგიტყდათ? როგორ გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში? ქემალ, გასაუბრებაზე რომ შეხვალ, იყვირე, ნიჰან, მე შენ მიყვარხარ. ნიჰან, რა საკეთებ? ყველა ჩვენ გვიყურებს. მე რა გვიყურან? ცოტა გადარეული იყავი, შეგნით შედი და თქვი, ნიჰან, მიყვარხარ. ნეტა ვაქარ მომეყვანე. რა მოხდება რომ თქვა? არაფერი, მაგრამ ახლა ამის დროა. ჟურნალში რომ დაწერენ, ისეთი გიჟური სიყვარულის ისტორია არ გვაქვს. შენ კიდევ ხალხზე ფიქრობ. შენ გააკეთე. გავაკეთებ. შენ გააკეთე და ჟურნალში მე დავწერ. გავაკეთებ. მიდი გააკეთე. შეხედე გასაუბრებაზე რაზე ვკამათოთ. ქემალ სოიდერე, ახლავე. ქემალ სოიდერე, შებრძანდით. კარგი. როგორ გამოვიყურები? როგორ? ასტუხე? გაგისწორებ. მიდი. ერთი წუთით. ასტუხე. გაგისწორე. მორჩა, ხო? მორჩა ქემალ. ქემალ. წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. განხილვის შემდეგ შეგატყობინეთ პასუხი დადებითი იქნება თუ უარყოფითი. გმადლობ, წარმატებას გისურვებთ. მადლობ, ნახვამდის. 1-2. სისხლი და ყვავილი. ყვავილი და ეკალი. ჩემი სიყვარული და შენ. შენ და მე. ერთმანეთისთვის შექცეული ზურგი. არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნა. მიყვარხარ. გიყვარო არ? ვტირი. შენ იცინი? ხო. მეინატრები. შენ მიდიხარ? მე მიყვარხარ. შენ ხელს მკრავ? კარგი, ასე იყოს. ნიჰან. ახლა რა გამოხდა? ქემალის გარეშე რა ვქნა? ძვირფასო. დამნაშავესავით მეყურებს. კარგი, რა თქმა უნდა ასე არ არის. მაკოცა და ამისთვის ბოდიში მომიხადა. ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს ქემალს არ იცნობდე. მისთვის არსებობს საზღვრები და აკრძალვები. როგორც ძლიერადაც არ უნდა უყვარდე, არის რაღაცები, რასაც ვერ გააკეთებ. მაშინ რატომ მაკოცა? იმიტომ რომ პირველად გააცნობიერა, რომ შენ ზღაპრული ფერია არ ახარ. და არც თვითონაა უკვდავი გმირი. ფიქრობ რომ ორივე სიცოცხლე საფრთხე შევუქმენია რა. შენ ასე არ ფიქრობ? ნიჰან, დღეს ემირი და ქემალი ერთად ვნახე. მათი მტრული მზერის ძალიან შემეშინდა. ხომიცი მე ყველაზე მეტად მინდა რომ შენ და ქემალი ბედნიერები იყოთ. ემირთან დაშორებას რომ შეძლებდე, დიდი ხნის წინ წახვიდოდით აქედან. არ ვიცი რა გაიძულებს ყველაფრის მიუხედავად ემირთან იყო. შემიძლია მისგან თავი დავიხსნა. ემირი თუ დაკარგავს, როგორ გონია ამ მართლს შეეგუება?
უფლებას მოგცემთ, რომ შენ და ქემალმა ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ამ მანიაკისგან ასეთ ადამიანურ საქციელს ელოდები? ყოველთვის როცა ქემალი მოგიახლოვდება, მისი საქმე ცუდად იქნება. ალბათ მართალი ხარ. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თქვენ ცდილობთ ყველაფერი გამოასწოროთ, მაგრამ პირიქით მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ნიჰან, ქემალი შენს გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ შეიძლებოდა იმ დროს თვითონ მომკვდარიყო. ძალიან გაგიმართლეთ, ტყვიას არც ერთი რომ არ ემსხვერპლეთ, მაგრამ როდემდე გაგიმართლებთ? კარგი ლეილა, კარგი, გაჩუმდი. ხო, ეს ყველაფერი მე ვიცი, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი ბოლოს მიღებს, რომ ქემალისგან შორს უნდა ვიყო. ძალიან მეშინია, ლეილა. ქემალს სხვა რომ შეუყვარდეს. სხვაზე რომ დაიწყოს ფიქრი. მაგალითად ასუ. გონია ქემალი შენზე უარს იტყვის? როგორც თქვი, უარი რომ თქვას. თუ ემირისგან თავს ვერ დავიხსნი, ქემალი ერთ დღეს ამას შეეგუება. ახალი ცხოვრების დაწყება მოუნდება. მოუნდება მამა გახდეს, აი მაშინ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კარგი იქნებოდა იმავეს თქმა რომ შემეძლოს. ქემალი რომ არ იყო, იმიტომ მოვედი ლეილასთან სალაპარაკოდ. რატომ ურთიერთობა რომ გამოგისწოროთ? კარგი რა. ქალბატონო ლეილა, ნუ გეწყინებათ, ჩემ შულთან დაკავშირებით ნურავის ნურაფრის იმედი ნუ ექნება. ქემალი ასუზეთ დაქორწინდება. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. სწორედ ახლა ამის დრო. ყველამ გაიგოს და იცოდეს, რომ ეს ქორწინება მხოლოდ ბატონი ჰაქის სურვილი არაა. ეს ქემალის მამის და ჩემი უკანასკნელი სურვილიცაა. შენ კი ჩემი შვილი სულ ცოტათი მაინც რომ გიყვარდეს. ჩამოშორდებოდი. ხელს ნუ შეუშლი. გათხოვილი ქალი ხარ, ტყუილად ნუ აიმედებ. ნახვამდის. ჩემი სტუმრობის მიზეზი არ გაინტერესებს? დარწმუნებული ვარ, კარგი არაფერი იქნება. უსამართლოდ მეკცევი. მე ყოველთვის კარგ საქმეს ვაკეთებ. ჩემთვის რაღაც უნდა გააკეთო. ნუ გაშინიათ, ვინისთვის ძალის დადანება არ დაგჭირდება. მარტივია. სულ იოლია. ამას როგორ მე მოახერხებ? კარგი ერთმანეთს რომ შევხვდით. სათქმელი ვუთხარი და დამშვიდდი. რაც გინდოდა უთხარი. მართლა ასეა. მანაც იცოდეს, სადამდე მივიდა. მე ჩემ შულს ამ გოგოს ხერპლაც ვერ შევწირო. შაქარი? არ მინდა. ამის უფლებას არ მივცემ. ქემალი უკვე დიდია და თქვენგან ნებართვის აღება არ სჭირდება. დედისთვის შვილი დიდი არასოდეს არაა, ქალბატონო ლეილა. შვილი შვილია. შენი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. ყოველ ღამე შიშით ვიძინე. ჩემი შვილი გათხოვილ ქალს დასდევს მისმა ქმარმა რომ ესროლოს. ვინ გამწარდება? ვის ეთკინება გული? მე? ქემალმა რამე სიგიჟე რომ ჩაიდინოს და ციხეში აღმოჩნდეს, ვის მოეღება ბოლო? ისევ მე. შენ მიხვდები, ქალბატონო ლეილა, რომ სიმართლეს ვამბობ. თუდად იქცევი იმ გოგოს რომ ეხმარები. სანამ ცოცხალი ვარ, ნიჰანი ჩემს გვერდით იქნება. შენთვის თუ ქემალზე ძვირფასია ყავდეს. ქალბატონო ფეჰიმე, ჩემს გულში ორივეს თავისი ადგილი უჭირავს. ერთი თუ ჩემი ვაჟია, მეორე ჩემი დიშვილია. რა? ვილდანი ჩემი და
ნიჰანი და ოზანიკი ჩემი დიშვილები. მე მათი დეიდა ვარ. ამდენი წელია მაგ ოჯახს იცნობ და ამის მიუხედავად ჩემი შვილი მათგან არ დაიცავი, იცოდი და მაინც მიეცი უფლება გულისტკენოდა. დაფიქრდი, რას მეუბნები? არა, სწორედ იმას გეუბნები, რაც საჭიროა. კარგი, ჩვენ არ ვიცნობდით, შენ რატომ არ შეუშალე ხელი მათ ურთიერთობას? ჩვენ რატომ არ შეგვატყობინე, ქალბატონო ლეილა? შენ სამარცხვინოდ იქცევი. ქალბატონო ფეჰიმე. გაიგერაც უნდა გააკეთო. ახლა სიტყვიერად და დამედასტურე. კარგი, გავიგე ღმერთმა დასწყევლოს. სასჯელი. რა? მე ღვთის სასჯელი ვარ. იმისთვის ვარ მოვლენილი, რომ სულელებს ჭკუა ვასწავლო. მოდი აქ. ასე ჯობია. ნუ გამამეორებინებ, მოდი. მოდი. გაჩერდი. მომენატრე. ამ კაცს რამე პრობლემა აქვს? ახლა უჭერს. ემირ, გაჩერდი. ის კაცი შეყვარებია. რა თქმა უნდა არა, რა სისულელეა? დამარწმუნე. დარწმუნებული ხარ, რომ არაფრის დალევა არ გინდა? ბოლო გადაწყვეტილება, აი ისიც ვისაც ველოდი. სუდია. თუფანისგან რაღაც გავიგე. პირისპირ სალაპარაკოდ მოვედი. მართალია რაც გავიგე. რა არის მართალი, ბატონო ემირ? შენ და ბანუს ერთმანეთი შეგიყვარდათ? თუფანი ძალიან საშიში კაცია. ორპირი ადამიანია. შენ ჯერ კითხვაზე მიპასუხე. ჩვენ სუდი არაფერი გაგვიკეთებია, ბატონო ემირ. რას გულისხმობ? თქვენი წარსულის შესახებ ვიცი, მაგრამ ეს წარსული იყო და დასრულდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ბანუს არც კი მივუახლოვდებოდი. ბატონო ემირი, სამარცხვინო და დასამალი არაფერი გამიკეთებია. ბანუ შემიყვარდა. ვეცადე ამ გრძნობას შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ არ გამომივიდა. ამის გამო ჩემთან მუშაობაზე უარს თუ იტყვით, მინდა გითხრათ, რომ მე
O yüzden beni მე ბანოს gözden çıkaracaksanız canınız sağ olsun. ვერ მევატოვებ. Ben Banu'yu bırak. ხო, სწორად გამიგეთ. Bana da mutluluk. ის გადამრჩენია ბედნიერება გისურვოთ. Cesaretin შენი გამბედაობა გამოვცადე. ბატონო ემირ. Emir Bey. ბატონო ემირ. İçeride ისევ ამ თემაზე ნუ ვარ დამელაპარაკები, რაც მითხარი ისიც საკმარისია. არა. სხვა რაღაც მინდა გითხრათ. Söyle. ისმენ? Bugün დღეს თქვენი kadınızın ცოლი ქალბატონი ნიჰანი მოვიდა ჩემთან. მისთვის გითქვამთ, რომ ona Karen'i Karen'i öldürdüğünü memokali. söylemişsiniz. Evet. ასეა. Neden yaptınız böyle bir şey? ასეთი რამ რატომ გააკეთეთ? Karen'in kocası son nefes. გარენის ქმარს ენა ვერ გაუჩერებია, ნიჰანისთვის ყველაფერი უთქვამს. ხოლო ჩვენს გადასარჩენად უნდა მეთქვა, რომ კარენი თარიქმა კი არა. მე მოვკალი, მკვლელი მე ვარ მეთქი არა? Yok tabii de. არა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ შენი გარანტი მე ვარ. Emir Bey lafta öyle. ბატონო ემირ, Ama icraat. ასე ამბობთ, მაგრამ რეალურად თითქოს სულ სხვა რამეები ხდება. Ne yalan რომ არ მოგატყუოთ გავნერვიულდი, თავს დაცულად ვერ გვრძნობ. Senin namur. ყველაფერს ვაკონტროლებ. ნუ ნერვიულობ. შენ უკვე ბევრს მიაღწიე. მაგრამ როგორც ჩანს, ერთი რაღაც დაგავიწყდა. ფეხზე ჩემი წყალობით გახარ. ყველაფერი ჩემი დახმარებით გაქვს. შენგან მხოლოდ ერთ გულებას მოვითხოვ. შენი ერთადერთი მეგობარი მე ვარ. Dostum benim. კარგ დღეებშიც Bana güven. და ცუდ დღეებშიც. Hakkı Bey bizi ბატონო ჰაკი ძალიან შეგვაშინე. Neyse. მადლობა ღმერთს დღეს ეს გადავლახეთ, მაგრამ ასე არ შეიძლება. საავადმყოფოში თუ დაწვევით უკეთესი იქნება. შენს თხოვე ასე რა თქვა. ბიძია დამიჯერე მართალს გეუბნება. საავადმყოფოში კარგ ოთახს მოგიტყობთ. თავისუფალი იქნები. მეც სულ შენ გვერდით ვიქნები, ასე არ არის კემალ. რა თქმა უნდა, როცა მომჯობინდებით, ისევ აქ დაბრუნდებით. შეუძლებელია. რატომ? შენი კერძები მომენატრება. ბიძია ბავშვივით ბუზღუნებ. წვნიანი ხომ მომზადე. მოიტანე ცოტა გონს მომიყვანს. კარგი. როგორც გინდა. Hakkı Bey. ბატონო ჰაკი, İnat ნუ etmeyin. ჯიუტობთ. ამას ნუ გააკეთებთ. მართლა ძალიან ცუდად ხდება ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავთ. ის ურჩევნია რომ საავადმყოფოს პალატაში ვნახოს. აბარაძე შეერთებული მოხუცი, რომელიც დღეებს ითვლის სიკვდილამდე. ასე ჯობია? კარგი, თავს ნუ გადაიღლით, დამშვიდდით. საავადმყოფოს სიცოცხლეს ვერ გამიხანგრძლივებს შვილო. ირჩევნია ჩემი უკანასკნელი დღეები აქ გავატარო მშვიდად. ასოს ძალიან შირდება რომ კარგად იყოთ. მას მხოლოდ ბედნიერება სჭირდება. საავადმყოფოში თუ სახლში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი დღეები დათვლილია. მე რომ მოვკვდები ასო ძალიან ინერვიულებს. ეს ვიცი. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება. თუ შენ და ასო ერთად იქნებით. ამ ტკივილის შემდეგ მას ხელს ჩაგკიდებდა. ბიძიას დაგარგვით გამოწვეულ დარდს. შეუმსუბუქებ. ბატონო ჰაკი, ახლა არ მიპასუხო. დაფიქრდი. ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, თუ დამბირდები, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდები. დავფიქრდები, ბატონო ჰაკი. აი, ჩემი ძალიც. ოქროს ხელები გაქვს რჩებულ ამაზე გოგო. გემრიელად მიირთვი. გამომართვი ჩემო ლამაზო, ჩვენი სახელოსნო შენი წყალობით ქაღალდების საწყობად იქცა.
ნუ დამცინი. ნიჰან, შენი არ ვიცი, მაგრამ მე ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა. ხან ასუდგება თქვენ შორის, ხან ქალბატონი ფეხიმე, გაუთავებლად ტირი ნერვებს იშლი. მინდა ჩემი მეგობარი დამიმბრუნდეს. დამინჯერე, მეც ძალიან მინდა. ნიჰან, შენ მხოლოდ ქემალის დაბრუნება გინდა, მაგრამ ემირსაც არ შორდები. ვერ გავიგე რა ხდება. ერთ დღესაც ქარიშხალი ემირი ყველას გადაგვივლის. ეს რატომ თქვი? ამას წინათ სადღაც რომ წახვედი, აქ მოვიდა და კითხვა მომიწყო. როცა შენ ასე იქცევი, ის კაცი გიждდება, ნიჰან. უკვე ყველაფერს ხვდება. 1000 ჯერ ვუთხარი, რომ ცოტა ხნით შორს ყოფნა მინდოდა. კარგი წადი, მაგრამ ტელეფონს უპასუხე, უთხარი ცოტა ხან შორს ყოფნა მინდა თქო. რამე მოვიფიქროთ. თუ ისევ ქაღალდის ხვირსახოცებით უნდა იწმინდო თვალები. მოვიფიქრებ. ასე არ უნდა მომიფიქრებინა, მაგრამ უკვე ყოველ დღე თვალებში მეჭხირებიან. ლაპარაკიც დავიწყეთ. აბა მითხარი რა გეგმა გაქვს? ნიჰან, ნუ მაშინ ბრის გაკეთებს აპირებ. მე გავაკეთებ. შენ ამას მიხედე. დამჭირდება. არაჩვეულებრივი საუბარი იყო. დიდი მადლობა. წამლები დავალევინე, მალე ჩაეძინება. გამოდი ცოტა ხანს გარეთ გავიდეთ. სუფთა ჰარი მოგიხდება. არა, ვერ დავტოვებ. სულ მასზე ვფიქრობ. ეს მომეცი. გამოდი გამაცილე. თან შენს გასვლაში შეეძლება. კარგი. ასო. Seni anlıyorum. მესმის. Ben de aynı şeyleri მესმის რომ გულიგივა. მეც იმავეს უგრძნობ, ამას ვერ მევეგუები. Biliyorsun yani. მომიცი რომ ბატონი ჰაკი ჩემთვის მამასავითაა. ის ორივეს მამაა, ქემალ. მამის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ? Bilmiyorum. არ ვიცი. Hiç bilmiyorum. არ ვიცი ასო. Ama bildiğim მე tek şey მხოლოდ ის ვიცი რომ როცა ის გადადგება ასე არ უნდა ვიყოთ. Bak. ბატონ ჰაკის ერთადერთი რამ Şu an სურს. sana istediği tek şey. უნდა რომ ბედნიერი იყო. Gözlerinin böyle უნდა yaşlı რომ olmak. თვალცრემლიანს არ გხედავდეს. Mutlu olmak. ეს როგორ უნდა შევძლო? ადვილია? Değil. Evet biliyorum. ადვილი არ არის. ვიცი ძნელია, მაგრამ ძლიერი უნდა იყო. Bir yolunu bulman. რაღაც გზა უნდა იპოვო. Gerekirse თუ birlikte საჭირო olacağız. გახდება, ამ გზას ერთად ვიპოვით. Yüzün gülecek Asu. Birlikte yapmak. გულში იტირე, მაგრამ ეცადე, ბატონი ჰაკი გაღიმებულს გხედავდეს ასო. ისეთი რამეები გააკეთეთ, რისი გაკეთებაც ერთად გინდოდათ. სწორედ ახლა ამის დრო. Yarın öbür gün. მომისმინე ეს რომ წუხარებაში არ გაატარო. თორემ მომავალში როცა ბიძაშენი შენ გვერდით არ იქნება, იტყვი ნეტავ ასე გამეკეთებინაო. ასე მის გამო და საკუთარი თავის გამო უნდა მოიქცე. Asu. ასო, მაპატიე. Asu bir daha. ასო ეს აღარ გააკეთო. რატომ? შენ არ მითხარი, მე არ იფიქრო ნეტავეს გამეკეთებინაო. Ben onu მე ბიძაშენზე გითხარი. ჩემი ერთადერთი ნეტავ ეს არის ქემალ. ერთადერთი ეს არის, რასაც ვინანებ. ნეტავ გამეკეთებინა მეთქი, მინდა ჩემი სიყვარული დაინახო. ეს შენც იცი, მაგრამ ისე იქცევი თითქოს არაფერი ხდება. ყოველ დღე თვალებში მიყურებ და ისე იქცევი თითქოს ვერ ხვდები. ვერ ხვდები რას ვგრძნობ შენს მიმართ. გამუდმებით იმას იმეორებ, რომ შენთვის მხოლოდ მეგობარი ვარ. ამით მიმანიშნებ, რომ ჩემი ადგილი უნდა ვიცოდე. თითქოს შეუძლებელია, რომ სხვა რამე მოხდეს. თითქოს ჩვენთვის სხვა გზა არ არსებობდეს. Bizim için başka yol yokmuş gibi. başka bir yol. სხვა გზა არსებობს ასო. Benim ჩემთვის ერთადერთი გზა შენ ხარ. თუ დავეცემი, შენთვის წამოვდგები. ağlarken güleceksen თუ ვტირი შენთვის გავიღებ. içim yanıyor. თუ შინაგანად ვიწვი მხოლოდ შენთვის და თუ რამე მაბედნიერებს, ისე შენ ხარ. ჩემთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს ასო.
Senin için შენთვის kötü olduğunu ერთადერთი გზა ნიღნია. biliyorum. ვიცი, O yüzden sana ამიტომ გული ძალიან მტკივა. Asu. 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 ხუთი წლით ადრე. Hiç anlatma. არასოდეს არ მიყვები. Yok mu sana okulda სასწავლებელში hayran? თაყვანისმცემლები არ ყავს? Kesin var. დარწმუნებული ვარ არიან. არ ვიცი. ალბათ არ არიან. Olsa fark ანუ რომ იყვნენ შეამჩნევდი. არა, არ მაინტერესებს. იმიტომ რომ შენ გარდა ვერავის მომჩნევა. görmeyeyim. რა თქმა უნდა, არც უნდა შეამჩნიო, თორემ თვალებს დაგთხრი. Peki bir gün თქვათ ერთ დღეს ვინმეთი დაინტერესდი. შენ თუ თვალები არ დამთხარე? თქვათ არ დაგთხარე. გოგო გამოჩნდა, რომელსაც უყვარხარ. შენ კი შეამჩნიე. მაშინ რა სიზამ? O zaman ne yaparsın? რას გულისხმობ? რას ვგულისხმობ და რა სიზამ? Yani sonuçta... თქვათ არსებობს ორი გოგო, რომლებსაც უყვარხარ. ერთ-ერთი შენ ხარ? რა თქმა უნდა მე ვარ ქემალ, სხვა ვინ უნდა იყოს? კარგი. მეორე რომელია? Ne yapacak? მეორე გოგო რა შეგაინტერესებს, ის უნდა აირჩიო? ვინ არის არც კი ვიცი. Bilsen ანუ რომ იცოდე, მისით დაინტერესდებოდი. მაგრამ რომელიმე მათგანი არ უნდა ავირჩიო? მე უნდა ამირჩიო, მე. ეს რანაირი თამაშია? თამაში არ არის. უცნაური თამაშია. თამაში არ არის, ეს სიყვარულია. სიყვარული. თუ სიყვარულზე ვსაუბრობთ, არჩევანის გაკეთება საჭირო არაა. niye? რატომ? იმიტომ რომ სიყვარულს ვერ აირჩევ. ის თვითონ გირჩევს. Ama ben o... ხო, მაგრამ მე ბევრ თაყვანისმცემელს შორის შენ აგირჩიე. იმიტომ რომ სიყვარული თავად შენ ხარ. და მე ამირჩი. არჩევანის საშუალება არ მომეცი. Ben de seni arayayım. შენთან დარეკვას ვაპირებდი. Neden aradın? რატომ არ დამირეკე? Sen neden aradın? შენ რატომ დარეკე? Sen aramadın. შენ რომ არ დარეკე, იმიტომ. Senin აუცილებლად უნდა გნახო რაღაც მინდა გითხრა. Söylemek istediğim şeyler var. Söylemek სათქმელი ოდესმე დასრულდება? Bitsin mi? გინდა დასრულდეს? bitsin. დასრულდეს. Hiçbir şey söyle. არაფერი ვთქვათ. Sadece uzak. უბრალოდ ერთმანეთისგან შორს ვიყოთ. Bu mümkün. ეს შესაძლებელია. Böyle de mi? არც ასეა შესაძლებელი ნიჰან. Sen evlisin. გათხოვილი ხარ. Ben böyle yapamam. ასე არ შემიძლია. Akşam seni... საღამოს ჭასთან დაგელოდები.
ბატონი ჰაკი ცუდად გამოიყურება. ეს თასავით კაცი როგორ დაპატარავებულა. დედა ამას რატომ ამბობ? ასუ ისედაც განიცდის. Asu zaten üzülüyor. შვილო, ანა არ ვიცი როგორ ვილაპარაკო. მე თავი დამანებე და შენს თავს მიხედე. ვარდივით ლამაზ გოგოს, რატომ ანერვიულებ? მე რატომ ვანერვიულებ? ეგ არ ვიცი. ასე თუ გააგრძელე ბატონი ჰაკი, გულნატკენი წავა იმ ქვეყნად. ღმერთმა დაიფაროს. Kim söyledi? ვინ გითხრა? რა, Duymuşsunuz anne. გაგიგიათ. Duymuşsunuz. უკვე გაგიგიათ. Hakkı Bey söyledi. ბატონმა ჰაკიმ გითხრათ არა? რა მნიშვნელობა აქვს შვილო ვინ თქვა? ბატონ ჰაკის მეც ვეთანხმები. მის აზრს ვიზიარებ. მინდა ასუ ცოლად შეირთო. Ya anacığım bir დედა შენ მაინც არ შემაწუხო. ნერად ლაპარაკობ. არ შემაწუხო. შვილო ეს სერიოზული საკითხია. Ya baba bir şey მამა söylesene. თქვი რამე? Kusura bakma. მამადია შვილო, მაგრამ ამჯერად დედა შენს ვეთანხმები. მომისმენი შვილო. ასუ არაჩვეულებრივი გოგონა. ლამაზი, მოხერხებული. წინვალი გული აქვს. ბატონი ჰაკი თვალებში შემოყურებთ. იქნებ დაქორწინდეთ. ჩვენ კი აქ ვიცდით. რა გინდა მითხარი? Annem. დედა, Bak tamam sen ne desen. კარგი, რაც არ უნდა მითხრა მართალი ხარ, მაგრამ Ama bu iş mantık ეს ხომ işi değil. ლოგიკურია რა? Bu iş kalp işi. საქმე გულს ეხება. Benim მე kalbim ასუ არ მიყვარს. აბა ვინ გიყვარს? Asu. ასუ არ მიყვარს. Tamam კი ბატონო, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ama o ხო, şekilde değil yani. მაგრამ სხვანაირად. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.